და მასშტაბური აქციისთვის სამზადისია ზუგდიდში, სადაც დღეს 3 საათზე დადიანების სასახლიდან თავისუფლების მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი შეიკრება. ემა გოგოხია გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში დეტალებით. ემა, როგორ ემზადებიან ზუგდიდელები მასშტაბური პროტესტისთვის? ხვალ საბოლოოდ შეეცდება ქართული ოცნება უწიგნური პრეზიდენტი შეაჩეჩოს ქართველებს. დღეს კი მთელი საქართველოს მასშტაბით ამ აქტისადმი საპროტესტო ჯაჭვი იკვრება სწორედ მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს იქნება ერთგვარი ქართველი ხალხის მანიფესტი ხელისუფლების წინააღმდეგ. დღეს ზუგდიდში დადიანების სასახლიდან თავისუფლების მოედნამდე, სწორედ ამ ადგილამდე იკვრება უწყვეტი ჯაჭვი იმ ადამიანებისგან, ვისთვისაც დადიანების ღირებულებები ევროპულ თავისუფლებასთან ასოცირდება. უწყვეტი აქციების ერთი თვის თავზე მოთხოვნები არის უცვლები, უნდა განთავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, ქვეყანაში უნდა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და უნდა გადადგეს არალეგიტიმური ხელისუფლება. მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების ხელისუფლებისგან გაცხადდა, რომ გადაუხვიეს ევროპისკენ გზას და ქვეყანას რუსულ ორბიტაზე აბრუნებენ, ქართველი ხალხი ქუჩაში გამოვიდა, სწორედ ხელისუფლებამ გამოიყვანა მწყობრიდან ქართველი ხალხი და ერთობის ჯაჭვის მწყობრში ჩააყენა ევროპული მომავლის დასაცავად. დღეს ზუგდიდში მიუხედავად უამინდობისა ცოცხალ ჯაჭვს შემოუერთდებიან წალენჯიხიდან, ჩხოროწყუდან, მარტვილიდან, ხობიდან და მოქალაქეები თვითდინებით სწორედ 3 საათზე ზუგდიდის ცენტრში დადიანების სასახლიდან თავისუფლების მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი, უწყვეტი ცოცხალი ჯაჭვი შეიკვრება. შეგნებულად გადავწყვიტე, ჯერ როგორც ექიმა ჩემი მოვალეობის შესასრულებლადაც გადავწყვიტე ჩამოსვლა და პარალელურად მინდა რომ დღეს მივიღო მონაწილეობა ერთიანობის ჯაჭვში, სწორედ იმ ქალაქიდან, რომელ ქალაქშიც დავიბადე და რომელ ქალაქსაც ძალიან ხმამაღალი სიტყვა ეთქმოდა ყოველთვის ქვეყნის ისტორიის განვითარებაში. დღეს იკვრება ერთიანობის ჯაჭვი მთელი საქართველოს ირგვლივ, მთელ საქართველოს შემოავლებენ წრეს ჭეშმარიტი, პატრიოტი, ნამდვილი ქართველები და მე მინდა ხელისუფლებას მივმართო, რომ ერთიანობის ჯაჭვით არ დასრულდება ეს ყველაფერი. არავის ეგონოს რომ ვინმე ახალ წელს მშვიდად წყნარად სახლში გაითენებს, ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოებში არ დაბრუნდება. ეს ჯაჭვის არის ერთ-ერთი გამოხატულება იმისა, რომ ჩვენ არ ურიგდებით ამ პროცესებს, რასაც ჩვენ გთავაზობენ და იმ რუსულ რეჟიმს, რითაც ცდილობენ ისინი თავს მოასწრონ ქართულ საზოგადოებას. ამდენად ჩვენი ევროინტეგრაციის კურსი არის უცვლელი და ერთადერთი რაც ამ ყველაფერს დაასტაბილურებს და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს დაამშვიდებს, ეს არის ახალი არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მანამ სანამ საბოლოოდ გამარჯვება არ იქნება ქვეყანაში, ისინი აქციის უწყვეტ აქციებს არ შეწყვეტენ. დღეს ცოცხალი ჯაჭვის შემდეგ ასევე საპროტესტო აქცია არის ზუგდიდის ცენტრში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ დაგეგმილი. სწორედ ეს ჯაჭვი ქმნის პოლიტიკურ მეინსტრიმს, ქართული ხალხის ერთობის ეს ჯაჭვი ქმნის პოლიტიკურ მეინსტრიმს, რომელსაც ქვეყანა გამარჯვებამდე მიყავს და სწორედ ქართველი ხალხის პრინციპული მოთხოვნა არის დღეს, რომ ქვეყანაში უნდა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, რომლითაც პასუხს გაცემენ მოძალადე ხელისუფლებას, რომელმაც ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მართავს ქვეყანას და მიყავს რუსულ ორბიტაზე.